ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ზოგადად წარმატებულ ადამიანებზე და სულ ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენს მაყურებელსაც გავაცნოთ ასეთი პიროვნებები და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ მედალს მეორე მხარეც აქვს ანუ საუბრობთ წარუმატებლობაზე და ამ ბოლო პერიოდში სხვათა შორის ბევრი წარმატებული და ცნობილი ადამიანი საუბრობს წარუმატებლობაზე და საინტერესოა ხო აი რატომ ტრენდი არა მე თუ როგორ არის ეს თემა ასეთი პოპულარული ხო აი რასთან გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია გასაგებია ხო რა თქმა უნდა დავპატიჟებ აუცილებლად ჩვენს თანაწამყვანს ექსული მაკროდის შევხვდები არდამაცა და გიორგი აი მოკლედ ამ ყველაფერზე ლანა ბლიაძე ისაუბრებს ლანა ბლიაძე არის ჩვენთან დაწვრილებით და დიდი სიამოვნებით მოგესალმებით ლანა მოგესალმებით მეგობრებო დილამშვიდობისა მივესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს სწორად აღნიშნეთ არაჩვეულებრივი წარდგენა გააკეთეთ ახალი ამბით ვარ თქვენთან წარმოდგენილი ყოველ ხუთშაბათს ვისაუბრებთ ხოლმე თემებზე რომელიც მიმართული იქნება როგორც პიროვნული ასევე კარიერული განვითარებისკენ შევარჩევთ თემებს და ისეთ სტუმრებს რომლებიც თავის გამოცდილებას გაგვიზიარებენ და მოკლედ წარმატების ირგვლივ ვისაუბრებთ თუმცა თქვენ ახსენეთ წარუმატებლობა და რატომ შევარჩიეთ პირველი ასე ვთქვათ გადაცემისთვის პირველი რუბრიკისთვის თემა წარუმატებლობის რეზიუმე CV იგივე რეზიუმე ყველას გაქვთ დარწმუნებული ვარ თუმცა მე ეჭვება გქონდეთ წარუმატებლობის რეზიუმე იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენს რეზიუმეში ვწერთ იმას რითიც ვამაყობთ რას მივახციეთ რა დავამთავრებთ რა განათლება გვაქვს რომელ პროექტში გავიმარჯვეთ და ასე შემდეგ მაგრამ რომელ სამსახურში არ აგვიყვანეს სად არ მიგვიღეს ამას ხომ არ ვწერთ რეალურად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრენდი ხო არ არის რომ ასეთი ტიპის CV-საც ხო არ ადგენენ ფსიქოლოგები ამბობენ რომ უფრო მეტი სიკეთე მოაქვს კრახს ვიდრე წარმატებას ჩვენი პერსონალური განვითარებისთვის მაგრამ მოდი ამის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ სტუმართან ერთად თუმცა ერთ ფრაზას ვიტყვი რომელიც დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ ბრძენი ადამიანის ხვის შეცდომებზე სწავლობს ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე სულელი საერთოდ ვერ სწავლობს იმიტომ რომ კრახის გაანალიზების ტექნიკები არ იცის როგორც ასეთი ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ ვისაუბროთ დღევანდელ რუბრიკაში წარუმატებლობის რეზიუმეზე რატომ უნდა გქონდეს თითოეულ ჩვენგანს რას გვაძლევს და საერთოდაც კრახი როგორ უნდა მივიღოთ როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს ასე რომ დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს გვანცა ბარაბაძეს რომელიც პიროვნული განვითარების მენტორი გახლავთ და ის უფრო ვცლად დეტალურად მოგვიყვება იმაზე თუ რატომ არ უნდა შეგვაშინოს წარუმატებლობა იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა და ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია წარუმატებლობა და სწორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს გვანცა მოგესალმებით მადლობა რომ დილიდან ხართ ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს ვსაუბრობთ წარმატებაზე ზოგადად და ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი ეს დადებითი მხარე წარმოვაჩინოთ მაგრამ წარუმატებლობაზე ვისაუბროთ მოდით კრახი ვახსენე და რას ნიშნავს ზოგადად მარცხი აი ჩვენი ცხოვრების ჩვენი კარიერული თუ პირადი ცხოვრების მარცხი ჩვენი ცხოვრებისთვის რას გვაძლევს და როგორ უნდა შევხვდეთ მას მოგესალმებით ძალიან საინტერესო თემაა ბევრს ვსაუბრობთ გეთანხმებით ამ თემაზე და ალბათ ერთხელ მაინც გქონია თითოეულ ჩვენთაგანს გამოცდილებაში მარცხი ხო წავქცეულ ვართ მე ავდგარ ვართ ფეხზე გაგვიგრძელებია ეხლა წარმოვიდგინეთ ბავშვი რო ფიქრობდეს რომ წაიქცევა აღარ ადგეს და აღარ გააგრძელოს იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი რაღაცა ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში ხო ანუ რაც იცვლება დროთა განმავლობაში არის ჩვენი დამოკიდებულება მარცხთან მიმართებაში რეალურად ეს არის გამოცდილება რომელიც რაღაცას მასწავლის რაღაცა ახლის დანახვის საშუალება არის და თან ბუნებრივად როცა გარკვეული მიზნისკენ მივდივარ პირველივე ნაბიჯი არ გამომდის მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის რომ სამწუხაროდ მარცხთან ურთიერთობას არ გვასწავლიან და ზუსტად ენაშიც მეტყველებაში წესია ხო დამკვიდრებული წარუმატებლობა მარცხი ანუ თავიდანვე იწვევს რაღაცა შეიძლება ნეგატიურ დამოკიდებულებას სინამდვილეში თუ ხედვას შევცვლით და მარცხს დავარქმე უბრალოდ გაკვეთილს ესეც კი ჩემს დამოკიდებულებას ცვლის და როცა რაღაცა ხდება ისეთი და რა არის მარცხი ხო აი ძალიან საინტერესო არის განსაზღვრება როგორც თქვით გარკვეული მიზნისკენ მივდივარ, რაღაცა ნაბიჯი გადავდგი, რომელმაც არ იმუშავა და ძალიან ხშირად თვითონ აი ამ წარუმატებლობას, რასაც ვარქმევთ ხოლმე ამ მარცხზე ვხდები კონცენტრირებული და მავიწყდება რა,
მართაც მივდივარ, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში მარცხი მაჩვენებს იმას, რომ მიზნის გზაზე ვდგავარ და კი ბატონო, რაღაცა არ იმუშავა. და ძალიან დიდი ენერგია მეხარჯება ხოლმე იმაზე, რომ აი კონკრეტულად ამ ნაბიჯზე ვხდები ორიენტირებული და არა მავიწყდება ის გზა, რასაც დავადექი. ანუ პირველ რიგში ზუსტად ამის მაჩვენებელი არის მარცხი, რომ რაღაცისკენ მივისწრაფი, რაღაცა გზას დავადექი და კი ბატონო, ჯერჯერობით არ მუშაობს და აბსოლუტურად ჩვენზე არის დამოკიდებული ამას მივცემ საშუალებას რომ გამაჩეროს თუ გავახსენებ ჩემ თავს იმ გზას საითაც მივდივარ და გავაგრძელებ ისევე როგორც ვაკეთებდით ბავშვობაში ხო წავიქეცი ვდგები სანამ სიარულს არ დავიწყებ როცა წერას ვიწყებ თუ ნებისმიერი რაღაცა ახალი გამოცდილება რის დანერგვასაც ვიწყებ ცხოვრებაში შვენიერი თანამედროვე სამყაროში ეს წარუმატებლობის ასე ვთქვათ მარცხის წინაპლანზე წამოწევა სულაც არ არის სირცხვილი მე ვიცი ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანია სადაც როდესაც HR-ს ესაუბრება ესა თუ ის კანდიდატი მას ეკითხებიან წარუმატებლობის შესახებ და სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ შენ თუ ამ დროს სიტყვი რა იცი რამე წარუმატებელი кейსი ასე ვთქვათ არ მქონია არასდროს ეს უკვე რაღაცას ნიშნავს ამიტომ რეალურად კიდევ კაი არ გთხოვენ ამ წარუმატებლობის რეზიუმეს მაგრამ როგორ უნდა შევადგინოთ ანუ რა უნდა გავითვალისწინოთ ვიცით CV-ს როგორ ვადგენთ ჩვენს რეზიუმეს მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ხდება ეს რეზიუმე რაც ახსენეს სხვათა შორის ერთ-ერთმა პროფესორმა შექმნა და მე ხუმრობდა რომ ამ CV-ს გამო უფრო ბევრი ადამიანი მიცნობს ვიდრე ჩემი მიღწევების გამო რომელიც ასევე ძალიან ბევრი მაქვს იმიტომ რომ რაღაცნაირად აიტაცეს და მეც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე ამას როგორც პრაქტიკად რეალურად რა არის ხო ანუ CV-ში ვწერთ ჩვენს წარმატებებს და წარუმატებლობები იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიუღებელია ჩვენს თავს არ ვაძლევთ საშუალებას რომ მივიღოთ ან რაღაცნაირად ვაღიაროთ და დავაფასოთ ამის რეალიზაციას ვაკეთებთ წარუმატებლობის CV-ში. ანუ უბრალოდ ვწერთ ყველაფერი იმას, რაც არ გამომივიდა და მიზანი რა არის ამ ყველაფრის, რომ ხედვა პერსპექტივა შევცვალო, როგორც ვთქვით, არ გვასწავლიან ჩვენ წარუმატებლობებთან მარცხთან ურთიერთობას, უფრო მეტიც ამ სახელს არ ქმევენ, არადა წარმატებისთვის, რეალიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას მარცხთან. და CV არის ზუსტად ამის აღიარების საშუალება. თუ ჩემი მარცხი არ მაქვს გააზრებული, აი ეს HR-ი კითხვას რომ ისვავს და ის პასუხი თუ მაქვს, რო იცი რა მე არანაირი წარუმატებლობა არ მაქვს ცხოვრებაში. პირველ რიგში მეუბნება იმას, რომ მე ჩემი მარცხისგან გაკვეთილი ჯერ არ მიმიღია და CV რაღაც ამის ანალიზის საფუძველს გაძლევს. იმიტომ რომ შემდეგი კითხვა რაც მოდის, როცა გავაანალიზე, ხო, აი რაღაცა რა პროექტში არ გამიმარჯვია, რა სამსახურში, რა ურთიერთობა არ გამომცვლია მათ შორის, ხო? მეორე კითხვა რაც შეიძლება დავუსვა არის, რომ რა ვისწავლე ამ ყველაფრისგან, რა მასწავლა. და შემდეგ კი, ეს არის მთავარი და შემდეგში იგივე გამოცდილება დიდი ალბათობით აღარ დამემართება, მაგრამ თუ ეს კითხვა არ დავსვი, მე ხდება ხოლმე იგივე რაღაც ძალიან ბევრჯერ და ვამბობთ, რომ აი რატო 5-ჯერ, 8-ჯერ, 10-ჯერ რატო თან ხშირად იმიტომ რომ ეს კითხვა არ დავუსვი და მარცხისგან გაკვეთილი ვერ მივიღე და მარცხი დარჩა მარცხად. კი ბატონო. თითქოს ესე სათქმელად მარტივია, ხომ? წარუმატებლობა რა მოხდა ყველას გვაქვს, მაგრამ რეალურად ილექება ხომ ჩვენს ფსიქიკაში და შემდეგი ნაბიჯები უკვე ისეთი თამამი შეიძლება აღარ იყოს, როგორც მანამდე იყოს. ამიტომ დამოკიდებულება ვახსენეთ. ესეც შეიძლება, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ადამიანის ფსიქოლოგიური მხარეს გააჩნია. მაგრამ აი გვანცამ ბევრჯერ ახსენა დამოკიდებულების შეცვლა. არავის უსწავლებია ჩვენთვის, მოდი ახლა რამდენიმე წუთი გვაქვს და ჩვენ გვასწავლე, როგორ უნდა გავაანალიზოთ ეს მარცხი, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს უკვე წარმატებული. როცა რაღაც არ გამოდის, ჩვენ ამ ყველაფერს მნიშვნელობას ვანიჭებთ საკუთარ თავზე. დავმარცხდი, ესე იგი მე ვარ რაღაცნაირი. ან არ ვარ საკმარისად კარგი, ან ცუდი ვარ, ან რასი ფიქრებენ, ან კარგი მეუღლე არ ვარ, ან კარგი შვილი არ ვარ, თანამშრომელი და ასე შემდეგ. ანუ საკუთარ თავზე ვანიჭებ მნიშვნელობას. და რეალურად რა ხდება, ნახე, მე ვარ ეს ვინც ვარ და მე საკმარისი ვარ და კარგი ვარ ყოველთვის და ეს არის შედეგი რაც მივიღე ხო ანუ რაღაცამ არ იმუშავა რაღაც არ გამოვიდა ისე როგორც დაგეგმილი მქონდა ეს ორი თუ ერთმანეთზე არის გადადებული ანუ ჩემი მნიშვნელობა და ის შედეგი რასაც ვიღებ იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე ხშირად და მინდა რაღაც შევცვალო საკუთარ თავში და ეს ყოველთვის ენერგიის დამხარჯველი არის იმიტომ რომ საკუთარ თავში ანუ როგორც პიროვნებაში ჩვენ რაიმე დანაკლისი არ გაგვაჩნია აი ამ რაღაცა სხვადასხვა
სხვადასხვა სტრატეგიებში გვაქვს ხოლმე როგორც წესი დანაკლისი. ამიტომ პირველ რიგში აი ამ ორის გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი. ეს ჩემზე არაფერს არ ამბობს, მაგრამ საქმეში შედეგში რაღაც არ მუშაობს და ჩემ ენერგიას თუ აქეთ მივმართავ, გაცილებით მეტი ძალა მაქვს, იმიტომ რომ საქმის შედეგის ცვლილება შემიძლია, მაგრამ როცა ჩემ თავზე მგონია რომ მე ვარ ცუდი არასაკმარისი, აი აქ ძალიან ბევრი ენერგია გვეხარჯება ხოლმე და კი, აი პირველი დამოკიდებულების შეცვლა ზუსტად ეს არის, რომ ის შედეგი არ მუშაობს და არა მე. ამიტომ ანუ საქმეზე უფრო კონცენტრირდეთ, ვიდრე საკუთარ თავზე, ასე გამოდის. ძალიან დიდი მადლობა გვანცა. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებლობის ბევრ დადებით მხარეზე ვისაუბრეთ, მე მაინც წარმატებას გისურვებთ ყველას თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც და ამით გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე. ძალიან დიდი მადლობა ლანა პლიაძის რუბრიკა, რომელიც ყოველ ხუთშაბათს აუცილებლად იქნება ჩვენს ეთერში. სხვადასხვა უნდა მოვფიქროთ ლანას რუბრიკას ძალიან საინტერესო სახელი და მე ვთავაზობ ჩემს ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო და ეს სტუმრობა დაიდება Facebook-ზე და შეგვიძლია რომ ამ რუბრიკის სახელის ვარიანტები შემოგთავაზოს ჩვენმა ტელემაყურებელმა. კი ბატონო, ჩაერთეთ ამ გამოწვევაში. კი, ესეთი შეთავაზება მაქვს ჩემს ვირფას ტელემაყურებელთან.